ელემენტარული კომფორტი არ ქონდა ხალხს, მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამისათვის ილანძღებოდა ზოგიერთები სოციალურ ქსელში. მათ მინდა უთხრა რომ თქვამდე რატო არ იყიდეს ეს, წინააღმდეგი ვიქნები რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ ჩვენ 10 და 20 მილიონიანი ტექნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილა და კიდე მისი შენახვისათვის ვიხადოთ ხარჯები. ეს არის არასწორი. ამას ყველა აუდიტი დაგიწერს რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რასაც ვაკეთებთ ჩვენ. და ჩვენ იყო გასუფთავებული ქუჩები, ძირითადი ქუჩებზე მაქვს საუბარი და მოძრაობდა ის ტრანსპორტი, რომელიც აუცილებელია ამ დროს სტიქიის დროს იმოძრაოს. მე უცხოეთში, როგორც ვიცი, პასუხისმგებლობა ამერიკა აქვს ჩვენი მაგალითი და ამერიკაში ძალიან დიდი ჯარიმა გაბედე და შენ წინ ტროტუარი არ გაწმინდო თოვლის დროს. ძალიან დიდი ჯარიმა და იქ თუ კიდე ვიღაცამ ფეხი მოიტეხა რაღაცა, იმ მაღაზიის მეპატრონეს ან კომერციული ადგილის მეპატრონეს სერიოზული სასამართლო დავები ექნება და კომპენსაციები ექნება გადასახდელი.